Salmi. ესე იგი დღეს მაქვს graduation. Როგორც იქნა დეკემბერია. Ну ფრეულის graduation ყოველთვის უფრო გვიანარი ვიდრე სხვა უნივერსიტეტების. არ ვიცი რატო. დაახლოებით 9 საათში უნდა გავიდეთ. უნდა მთელი ჯგრო მივდივართ. მომყვება დედაჩემი, ჩემი და ჩემი დის შეყვარებული, ჩემი პატარა და არა სხვათა შორის. და ჩემი შეყვარებული უნდა მოვიდეს. თვეები გავისწორე. არ ვიცი მომწონს თუ არ მომწონს. ასევე სამში ვიყავი, წარბები გავიკეთე. კიდე რა გავაკეთე? ხო, მანიკურები წავისვი, მე მოვიშორე, იმიტომ რომ მომშორდა კი რაღაცა შეეხო და გავაფუჭე. ახლა თავიდან უნდა ვცადო, მაკიაჟი გავიკეთე. ცოტა აფრიქებული ვარ, მგონია რომ დროში ვერ ვეტევი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ვიდეოებს გადავიღებ და მოკლედ ეს ვლოგი იქნება ფრეუნის graduation-ზე. ეს არის ჩემი და ჩემი შეყვარებული და სახეში უნდა გავიდეთ. რა კომენტარს გააკეთებთ ამ ყოველივეზე? დაიწყე კომენტარს გააკეთებ. მოკლედ ჩვენ გავდივართ რიობის graduation-ზე და ვუყურებთ როგორ აგდებს ქუდს ზეცაში. კაი ხარ. რავი რამე რეზინა რო და აქ არის ანა, აქ არის ნინიტა, ანას და დედა, ჩემი დედა მაგის შეყვარებული, აქ ხალხი. არის ნინო. რაღაც ფოტოები გადავიღეთ, მაგრამ კიდევ ბევრი ფოტო არის გადასაღები. და ასევე დავკარგეთ ხალხი და ასე ვარ წარმოდგენილი. ანას და ლილეკოს ხვდებით. ეშოვი. ახლა გაიხსნა ფოტობუსი და მაინც შევიდეთ. ახლა იქ უნდა შევიდეთ. და ფოტოები გადავიღეთ. ასე ვარ წარმოდგენილი. მე აქამდე უტყმა მეკეთა და ასე ვარ მქონდა დამაგრებული საყელო. ხალხი საზოგადოება. აი ასე ვართ და ველოდებით შესვლას. არა, განწყობა გაქვს. აი ცოტაც დამოწმებული. მე არ ვარ ეგრე, მე მარტო იმაზე ვფიქრობ, რომ ფოტოები გადავიღო. აი იმაზე რომ დიპლომი დავიჭირო. ეს დიპლომი ავიღებ ფორნია. ანუ ძალიან რეალურიც. აი შეყვარებული მოვიდა. რუსთავიდან ჩამოვიდა. დიპლომში. გელა ემზადება თავისი უდიდესი კამერით. ხო, რა გვინდა? მე ძალიან ცხელა. ოპტიფიე, ანა ჯაფარიძე, მას ხელს აწევინებენ. აქ ვარ სახარიში. ველოდებით შესვლას. მე გადავწყვიტე რომ მენახა ჩემი მეგობრები, მაგის გამო შევედი, ანუ უბრალოდ დაწიწი ვარ, შევედი და რომ გამოვიდი, ეს მოყვას სახელს, მე წავიქეცი. ანუ წავიქეცი. მარჯვენა ხელი კი არა, მარჯვენა მარცხენა ხელი ძალიან კიო. აი, ყოადა ჩაიგი. ეს აბოლოდ მეგობრები, კი ხელი გამიქნიეს.
და მამა ჩემმა გააკეთა ძალიან პალიერი ვარ თქვენ პირადად რომ ეს ძალიან რთული საქმე გაკეთეთ თქვენ მშობლებს რომ დაგვიჯერეთ და მე ისე ხშირად ვფიქრობ რომ რაღაცნაირად კახა მიყურებს ხოლმე და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან გიამახეთნებოდა მესალმებით რაღაც მოვიფიქრეთ ჩემთვის სათქმელი, მაგრამ გეგმები შემეცვალა. აქ რომ ვიდექით, აი აქ როდესაც თქვენ შემოსვლას უყურებდით, ქალბატონმა აი აქ ზის თქვა, გიყურებდა და თქვა რა ლამაზები არიანო. ხო და რა ლამაზები ხართ მართლა ყველა ახლა რომ გიყურებთ. ბიზნესის სკოლის ISM-ის მოსამსახურე. გორგალიშვილი აქედან იწყება ჩემი გასვლა, აქ ჯერ კიდევ ბედნიერი ვარ და არ ვიცი წინ რა მელოდება. კერძოდ, ჩემ წინ ვინც დგას ჯერ მაგის სახელი უნდა გამოეცხადებინათ და უეცრად გამოაცხადეს ჩემი სახელი, ამიტომ შევდივარ ძალიან დამრთხალი. დაბნეული და ასე არ უნდა იყოს ვარ, მაგრამ ნუ რას ვიზამთ და ამიტომ ეს მომენტი საერთოდ არ მახსოვს და ვიცინი ძალიან დაბნეული და ძალიან უაზროდ. აქ ფოტოებს ვიღებ, მაგრამ იმედ გაცრუებული ვარ ძალიან, იმიტომ რომ ლამაზი გამოსვლა მინდოდა რომ მქონოდა და ცოტა უცნაური გამოვიდა და ხო, ნუ აქ უკვე მოვდივარ და აი ესე ვარ. ამ კადრებსაც არ აქვს ხმა, იმიტომ გავახმოვანებ, აქ უკვე გამოვედი და ჩემს მეგობარს ვართ მომხელს, მაგრამ თაცუცნები, იმიტომ რომ არ მომეწონა როგორც მოხდა. არის ჩემი შეყვარებული, რომელიც მილოცავს და ვართ ასე. 7 აჭედებს თავის სახელი და გვარს free unis. სად არის ვიკითხოთ? მელა წაი. ეს? ეს არის. წავი. წავი. წამო. წამო არ შენ არ დაგიჭედებია? შეგიძლია. ესეთი ფუშეტია ფრეუნიში მეგობრებო. გაუმარჯოს მარიამა დაამთავრა უნივერსიტეტი მეგობრებო. მიულოცოთ ყველამ. კარგი ხარ. გილოცავ. ეს რო არ დაგვრჩეს? ხო, ვიწყებთ მეგობრებო. უცებ რო გითხრათ, სახელი გვარდა რომელი ფაკულტეტი დაამთავრეთ? მარიამ ჯიქია, მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები. ნინა თაკნიაშვილი ISM-ი ოღონდ ჯერ არ დამიმთავრებია. არა ჩანჩიბაძე მართვა ასევე. მადლობ. ალბათ დიდხანს ეროლით ამ დღეს რას გრძნობთ ახლა, როცა კურს დამთავრებულები ხართ? ძალიან დიდ ჩვევას და ასევე ცოტა გაურკვევლობას. ასევე ძალიან overstimulated ვარ ახლა, მაგრამ უკვე მენატრება უნივერსიტეტი, იმიტომ რომ მე მიყვარს სწავლა. Crazy. რომ გაიხევთ უკან რას ეტყოდით პირველ კურსზე საკუთარ თავს? აუ, მაგდენი არის ფოტო რა, ანუ ყველაფერი ხო არ ვიცოდი და ანუ ყველაფერი იქნება რა. ამდენი რამე არ შეიტანო, გთხოვ. მე იმას რომ აი
არ გემახსოვრება რა ქულა მიიღე მართლა ანუ ეგეთ კარგი მახსოვრობა არ გაქვს და თან არ ღირს. ერთი ფაქტია მოგონება, რაც პირველი გახსენდებათ ამ უნივერსიტეტზე და სწავლის პერიოდზე. პირველი რაც მახსენდება პირველი რაც მახსენდება არ ვიცი მე რა იქ მახსოვს რომ პირველად რომ მოვედი ლექციის პირველ ლექციაზე ანა ვნახე და რაღაცებზე ველაპარაკებოდი და მეორე კიდე მახსოვს ხო მაგას არ ვიცი. ანა ნასყიდაშვილი რო ზალ ჩხეიძეს ეჩხუბებოდა funniest moment. ასევე ლიბრები მახსენდება მე და ანუ the fun we had. რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა სწავლის პერიოდში? ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი გამოწვევა ის იყო, რომ თავიდან რომ მოვედი, ჩემ თავს ხობს ვადარები და ეგ ძალიან ცუდი იყო და მე დავამოღამე რომ არ იყო ეგ საჭირო რაღაცების თავის შემედარებინა, ჩემი თავის უნდა შემედარებინა. ისეთ რაღაცების სწავლა და კეთება, რომელიც მეგონა რომ არ შემეძლო და ყოველთვის მეგონა რომ იმაზე ნაკლებად შემეძლო, ვიდრე რეალურად შემძლებია. რომელი საგანიან ლექტორი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და რატომ? ზალი იყო პირველი. ზალი. მეტი რა ვის ხო? ალბათ ამირანი, იმიტომ რომ ხა ძალიან მიყვარს. აუ, ისიც ბერეჟა, ფიზიკის ლექტორი. ჭკადუა. ბრავო. და ანუ ცაბათიაშვილი, იმიტომ რომ მინდა რომ ეგ ხალი ვიყო. კარგია, კარგი. რა სწავლეთ ფრიუნიზე და რა მოგცათ ამ უნივერსიტეტში? ფრიუნი რა მომცა? არ ვიცი. თავდაჯერება მომცა. ის მასწავლა რომ სტრესთან ცხოვრება მასწავლა რა და ეგ ალბათ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი სტრესი მექნება ცხოვრებაში. იმედი არა. არ გექნება. ვიცი როგორ გავმკლავდე. ხალხი პირველ რიგში. ანუ ყველაზე მეტად მოყვარს ეს ხალხი. ჩემი ხალხია. მე ისე არაშაბლონურად და ფართოდ ფიქრი, რომ როგორც ვერ ვიფიქრებდი, რო არა ამ უნივერსიტეტში რა მესწავლა. და ბოლო კითხვა, რას ნიშნავს თქვენთვის იყოს? მომწონს რომ სტუდენტი რო ვარ, იმიტომ რომ მგონია რომ მართლა საუკეთესო უნივერსიტეტია და მაგას რომ ამბობ, თითქოს მაგარი ვარ რა. და რავი, კიდე ის რომ ვიაზრებ რომ ფრიუნის კურსდამთავრებულები კაი ტიპები არიან და მეც კაი ტიპებში გავდივარ, კაია რა. სიამაყე უნდა მეთქვა მეც. მეც სიამაყე უნდა მეთქვა. სიამაყე. პაკა.